მოტივაციის თემა არის სავსებით კონკრეტული, საკმაოდ წყობრი და თანმიმდევრული ნაბიჯების ერთობლიობა. ანუ ჩვენ ვამბობთ უბრალოდ რატომ საუბრობთ ამის შესახებ? იმიტომ რომ ბევრ ადამიანს გონია რომ ეს არის რაღაცა ენიგმა. ჯადო და ვიღაცებს შეუძლიათ დაჟინებული მზერით გაამხიარულონ ხალხი, ან მოუხსნა გულის დარდები, გაუქარვონ და ასე შემდეგ, ხო? ეს შტაბეჭდილება იმიტომ რჩებათ, რომ როდესღაც ყოლიათ კარგი მენეჯერები, რომელიც ახერხებდა, რომ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეენარჩუნებინათ მათი მოტივაცია. და როცა არ გესმის რაღაცა როგორ ხდება, მიაწერ ესე იგი ბუნებრივ ძალებს და ამბობ, რომ ეს რა იყო კაცო, აი ეს შეგეხებოდა და ხიარულად იყავი 3 დღე. ესე არ ხდება. ეს ხალხი აკეთებს საკმაოდ კონკრეტულ რაღაცებს. პირველს, რასაც აკეთებენ კარგი მენეჯერები თავის ქვეშევრდომებთან, ეს არის სულ ლაპარაკობენ. და მათ შორის საქმეზე ხო ლაპარაკობენ, მაგრამ ლაპარაკობენ თვით შეგრძნებებზე, როგორ ახარ? როგორ გზნობ თავს, რა გიშლის ნერვებს, რითი ხარ კმაყოფილი, რითი ხარ უკმაყოფილო. რა იქნებოდა კარგი, ვთქვათ, რას მოინდომებდი, რომ გაგეკეთებინა. წინა კვირაში რამ გაგახალისა და რამ არა. ამ ლაპარაკის შედეგად შენ უფრო შეუძლია გისწავლოს, შეგისწავლოს ხანდახან შენზე უკეთესად, იმიტომ რომ შენ თავს ამ იმებს არ უკეთებ, ასე ვთქვათ, გამოკვლევებს, რასაც გიკეთებს შენი უფროსი. შენი მენეჯერი და ამის შემდეგ ეს ხალხი ამ ინფორმაციას იყენებს სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, ხო? ანუ ზუსტად იცის კარგმა მენეჯერმა თავის თანამშრომელს რა უნდა უთხრას იმისთვის, რომ იმ კონკრეტულ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, გაუმჯობესოს მოტივაცია, ხო? ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველკვირეული შეხვედრები არის აუცილებელი თანამშრომლებთან. ამას როცა ვამბობ ტრეინინგზე აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც ამბობს, რომ სანდრო რა ყოველკვირეულ შეხვედრებზე ვსაუბრობ, დღეში 3-ჯერ და 5-ჯერ მაქვს შეხება ჩემ თანამშრომელთან. ეგ არის საქმიანი შეხება, ჩვენ ვეუბნებით, რომ ეგ რომ დაავალე და შეასრულა და შემოგიარა და შემოირბინა და გაირბინა, არ ითვლება. ლაპარაკია, რომ კვირაში ერთხელ მაინც უნდა დავჯდეთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ როგორ ახარ, რა შვები, რითი ხარ უკმაყოფილო, რითი კმაყოფილი, რითი ვარ უკმაყოფილო, რითი კმაყოფილი და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ პირველი ნაბიჯი, რაც თქვენ უნდა დანერგოთ, არის თითოეულ თქვენ პირდაპირ დაქვემდებარებულთან კვირაში ერთხელ 9 საათით მაინც უნდა მოახერხოთ ცალკე ერთ-ერთზე საუბარი კონკრეტულად მოტივაციის საკითხებზე. როგორ არის, მხიარულად არის თუ არა, რა უშლის ხელს, რა უწყობს ხელს და ასე შემდეგ. მეორე, რაც უნდა გაკეთდეს ყოველკვირეულად მენეჯერი უნდა ფიქრობდეს, როგორ მოუგვაროს დისკომფორტები, ანუ დემოტივატორები თავის თანამშრომელს, ხო? თუ ხედავ, რომ შენ თანამშრომელს, რა ვიცი, არა აქვს კარგი სტეპლერი, მაგალითად, რომ ადგე და კარგი სტეპლერი რომ მოუტანო, ესე იგი, ეს იქნება განფასებული როგორც ყურადღების ნიშანი, პირადი ყურადღების ნიშანი და საქმე გაუმჯობესდება და პატარა სტეპლერმა, რომელიც ღირს, რა ვიცი მე, 10 ლარი, შეიძლება ერთი კვირა, ესე იგი, კარგი მუშაობა გამოიწვიოს, ხო? იმიტომ რომ სტეპლერმა კი არ გამოიწვია, ეს მუშაობა გამოიწვია ყურადღებამ და შენმა გადადგმულმა ნაბიჯმა. რო აღიარო პრობლემა, ხო? აი ადამიანს ისეთი პერიოდია საახალწლოდ მარკეტინგის ბევრ თანამშრომელს უწევს ღამეების თევა, რომ ეს საახალწლო საჩუქრები, გაგზავნონ რაღაც კავშირები და ასე შემდეგ, დაუკავშირდნენ კლიენტებს და ასე შემდეგ, ხო? უფროსი, რომელსაც შეუძლია რომ ეს აღნიშნოს, ხო, შევიდეს მათთან და უთხრას კომპანიის დირექტორმა, რომ როგორ მძიმე გრაფიკში გიწევთ მუშაობა და რა დღეში ხართ და რა ვიცი, წავიდეს და პონჩიკები მოუტანოს, ესე იგი, პონჩიკებმა კი არ გააკეთა საქმე გააკეთა ყურადღებამ და დამოკიდებულებამ, ადამიანურმა დამოკიდებულებამ. მოკლედ, ყოველკვირეულად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დისკომფორტები, პატარა დისკომფორტები მოუგვაროთ ჩვენ თანამშრომლებს და მესამე ნაბიჯი არის, რომ ყოველკვირეულად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ავტონომია, როგორც გახსოვთ, დახელოვნება და სიამაყე
ჩავაწვეთოთ, წვეთად, ასე ვთქვათ, ჩვენ თანამშრომლებს. ერთი გავრცელებული პრაქტიკა, არასწორი, არაჯანსაღი პრაქტიკა უნდა განვიხილოთ, რომელსაც პირობითად დავარქვათ მივარდნით мотивация, ასე იგი. ეხლა რა არის ეს მივარდნით мотивация? ავიღოთ რამე დიდი ორგანიზაცია, სამინისტრო, პირობითად რა ვიცი მე, იყოს ენერგეტიკის სამინისტრო, თუმცა მნიშვნელობა არანაირი არ აქვს და მინისტრი ელაპარაკება ადამიანური რესურსის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ერთ-ერთი შეკითხვა, რომელსაც ეკითხება, არის რას ამბობს ხალხი, როგორ გზნობს თავს. და HR-ის უფროსი ეუბნება, რომ კარგად, ბატონო მინისტრო. კარგად არიან, არაუშავს, ყველა მუშაობს, ნორმალური ის არის, გუნდური ურთიერთობები და ასე შემდეგ. ერთი თვის შემდეგ კიდევ აქვს შეხვედრა და შემდეგ შეხვედრაზე HR-ის უფროსმა უთხრა, რომ რა ვიცი, რაღაც ცოტა უკმაყოფილებები არის აქა-იქ, იმ დეპარტამენტში ცოტა ხელფასზე წუწუნებენ, იქ იმაზე წუწუნებენ, იქ ღამეების თევაზე. არაფერი გავატარეთ, კიდე ერთი თვის მერე ვლაპარაკობთ, უკვე ცოტა დამძიმდა, უკვე ორ დეპარტამენტში კი არ წუწუნებენ, 5 დეპარტამენტში წუწუნებდნენ და მოკლედ სურათი ნელ-ნელა მძიმდება რა და წარმოვიდგინოთ, ხო კიდე ერთხელ ხაზს გაუსვამ, რომ კონკრეტულ სამინისტროს არ გულისხმობ, იგივე ხდება ბანკში და იგივე ხდება ნებისმიერ ორგანიზაციაში და ერთ-ერთ შეხვედრაზე ეს ჩვენი უკვე ბანკის დირექტორი, HR-ის უფროს რო ელაპარაკება, ისე უნება, რომ всё плохо, шеф. ყველაფერი ცუდად არის, მოკლედ ძალიან ძლიერი რევოლუციური განწყობაა ხალხში, ესე იგი და ვარდებს კრიფავენ და ჩაის დასალევად ემზადებიან ჩემო ბატონო, ხო? და ეს ადამიანი ამბობს, რომ რაო, ვარდებს კრიფავენო, აბა დავაი ახლა პრემიები, ექსკურსიები, რესტორნები, საჩუქრები, მოკლედ ყველაფერი გავაკეთოთ, მასაჟები გავუკეთოთ კოლექტივს, რომ არ გაგიჟდნენ, არ გაიქცნენ სამსახურიდან. ცუდი რამე არ მოხდეს. ბუნტი რო არ მოხდეს. და დაწყნარდება სიტუაცია. შემდეგი თვის შეხვედრაზე HR-ის უფროსი ეუბნება მინისტრს, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველა გაღიმებულია, წელში გამართული ის. ანუ შეხედეთ რა ვქენით, ვაცალეთ სამოტივაციო სიტუაციას, რომ წასულიყო უკან და მერე მივვარდით, ვეცით ერთიანად და ვცადეთ რომ მოვაკვაროთ. Ну ეს რო ცუდი აზრია, ამას თქმაც არ უნდა, მე მგონი, იმიტომ რომ ცხადია, რომ არ უნდა მიუშვათ მაგამდე საქმე. და ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ მეთოდით мотиваციის მართვა არის 10-ჯერ ძვირი, თუ არ 100-ჯერ ძვირი, ვიდრე პატარა ყურადღებების, პატარ-პატარა ნაბიჯებით мотиваციის მეთოდი. ანუ კარგ მენეჯერებს პრაქტიკულად არაფერი არ უჯდებათ თავისი ხალხის мотиваცია, ასე ვთქვათ რა. ანუ მიმდინარე იქ პატარა, ესე იგი, სტეპლერით, პატარა ყურადღებით, პატარა გაზიარებით, ასე ვთქვათ, გზნობების და ასე შემდეგ აგვარებენ პრობლემებს, ხო? ეხლა თუ ვიღაცა ექსკურსიას დაგვიფინანსებს და სადღაც დასასვენებლად გაგვიშვებს, ყველას გაეხარდება, ამაზე კი არ არის საუბარი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ მივარდნით мотиваცია არ არის კარგი აზრი, ძალიან ცუდი აზრია. мотиваცია უნდა იყოს ყოველდღე და ყველა განყოფილებაში, ხო? ანუ ყველა განყოფილების უფროსი ყოველდღიურად, ყოველკვირეულად უნდა უვლიდეს და პატრონობდეს თავისი განყოფილების ხალხს, ხო? გეგმა უნდა გქონდეს. ჩვენ ვამბობთ, რომ თითოეულ თქვენგანს უნდა გქონდეს გეგმა, სასურველია რომ ეს გეგმა იყოს დაწერილი, სადაც 2-3 სიტყვით წერია რას უპირებ კონკრეტულ ყოველ შენ თანამშრომელს. ანუ მე თუ მყავს 4 თანამშრომელი, ჩემთან რომ მოხვალთ, ესე იგი პატარა ბლოკნოტი და მკითხავთ რას ვშვები мотиваციაზე, მე უნდა გადავშალო ბლოკნოტი და განახოთ როგორ მიწერია, ესე იგი რომ ვიკას ვუპირებ ეს საქმე ჩავაბარო, ეს ვასწავლო, ის გავაკეთო, ნატოს ვაპირებ ეს ვქნა, ქეთის ვაპირებ ის ვქნა. ანუ გეგმა ფიქრი ჭირდება და გეგმა ჭირდება თანამშრომლების мотиваციას. ეს მაგიური რაღაცა მეთოდები დაჟინებული მზერა და
ისეთი რა ქვია ჯოკონდას ღიმილი, ასე ვთქვათ, არ ჭრის. ანუ ჭრის სავსებით კონკრეტული დაგეგმილი მოქმედებები. ოღონდ იმდენად შეუმჩნევლად აკეთებენ ამას კარგი მენეჯერები, რომ შენ გეჩვენება, რომ ესე იგი ჯოკონდას ღიმილის და დაჟინებული მზერის ამბავია, ხო? მაგალითად, შეუძლია კარგ მენეჯერს რაღაც შეხვედრაზე ესე წარგადგინოს, ანუ ვიღაც პარტნიორებს გააცნოს, რომ ეს არის კეთი ჩვენი ყველაზე მაგარი თანამშრომელი. და დაამთავრდა იმ კვირის გეგმა შესრულებულია ხალ, ხო? ერთი კვირა იქნები გაფრთიანებული, ესე იგი, Red Bull-ის გარეშე, შენით, ხო? მეორე კვირაში შეიძლება ესე იგი დაგიჯდეს შენი უფროსი და გითხრას, რომ ელენე შენ რო არ ყავდე, გლები შეგჭამდნენ და გადარჩენილები ვარ ჩვენ რო ყავხარ და გააგრძელოს გზა და მორჩა ერთი კვირა, ესე იგი დოზა მიღებულია და ასე შემდეგ. ანუ მარტივი რაღაცები უნდა ოღონდ გულწრფელი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა ატყობს რამდენად გულწრფელად და გულიდან არის წამოსული ეს თქვენი დამოკიდებულება. ანუ თქვენ, ცემულო მენეჯერებო, თუ თქვენი ხალხი არ გიყვართ, ხო? გადადექით. ასე ვთქვათ, არაფერი არ გამოგივათ. ანუ პირველი ნაბიჯი ამ ყველაფრის არის, რომ თქვენი ხალხი უნდა გიყვარდეთ და უნდა გიყვარდეთ იმიტომ, რომ ეს ხალხი, ამ ხალხის ხარჯზე აპირებთ თქვენი საქმე, რომ გაკეთდეს და წინ წახვიდეთ, ხო? ეს არის ჩვენი მენეჯერული პრაქტიკა. მენეჯერს, რომელსაც არ ცალია თავისი ხალხის мотиваციისთვის, მენეჯერი არ არის. ხო? პირველ რიგში უნდა გვეცალოს ჩვენი ხალხის мотиваციისთვის, მათი კარგად ყოფნისთვის, რადგან, როგორც გახსოვთ ალბათ, თანამედროვე მენეჯმენტის დასაყრდენი ფუძემდებელი, ასე ვთქვათ, დებულება არის, რომ თქვენ მიხედავთ ხალხს და ხალხი მიხედავს საქმეს.